ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდა და გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რისკი. მთავრობა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის საკითხს მიუბრუნდა და ის კანონშემოქმედებით საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში მოხვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავალდებულო დაზღვევა მიმართული იქნება ავარიების შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაზარალებული პირის სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში იღებს მაშინაც როდესაც საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია დაუზღოველი და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. რამდენად მნიშვნელოვანია დაზღვევის ეს ფორმა, როგორ მუშაობს სისტემა და რამდენად მისცემს რისკს დაზღვევის ეს ფორმა სადაზღვევო ინდუსტრიას სტუმართან დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელთან ლაშა ნიკოლაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, მადლობა კაცემ სტუმრობისთვის. ეს ნაბიჯი რომ მოკლევადიან გეგმაში მოხვდა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ამ მიმართულებით რაღაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც წინ წავედით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, რასაკვირველია, ეს არის უკვე პირველი რეალური ფორმალური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან იმ საკმაოდ დიდი სამუშაოსი, რომელშიც ჩართული იყვნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტებიდან დაწყებული ის უწყებები, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობდნენ წლების განმავლობაში ამ კანონზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო იყო ამაში ძალიან აქტიურად ჩართული, რა თქმა უნდა დაზღვევის რეგულატორი, როგორც ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, მოდერატორი და შემკრები და ჩვენ წლებია სადაზღვევო ინდუსტრია ველოდებოდით ამ ნაბიჯს და მოხარულები ვართ, რომ ეს სამოქმედო გეგმაში მოხდა. იმედი გვაქვს, რომ გარკვეული პერიოდის მერე და ესეც შესაბამისობით უნდა დადგინდეს ხო პერიოდი, როდის, რა პირობით, რა ფასად, ესე ვთქვათ, როგორი მიმდევრობით დაიწყება აღნიშნული კანონი. თქვენ იცით, რომ 2019 წლიდან უკვე მოქმედებს ასეთივე კანონი, ოღონდ უცხოურდომრებიანი მანქანებისთვის, რომელიც საქართველოს კვეთავენ, ამ დაზღვევის კარგი მაგალითი სახეზე გვაქვს, ის საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. აღნიშნული მოთხოვნა თვითონ ამ სამთავრობო ჩანაწერშივე მითითებულია მომწურავად, რომ 2009 წლის ევროპის მოთხოვნას ეფუძნება. რამდენჯერმე იყო ეს მოთხოვნა გადავადებული მზაობისა და შესაბამისობის გამო, ესეც აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა რა თქმა უნდა არა მარტო გაზრდილი ავტომობილებისა და შემთხვევების გამო, არამედ ზოგადად მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვევაშიც და ესე ვთქვათ რისკებში ითვლება მომატებულ რისკად. ჩვენ წლის განმავლობაში გვაქვს სამწუხაროდ თითქმის 500-მდე პლუს-მინუს ლეტალური შემთხვევა გზებზე. რამდენი დაუდგენელი ავარია, რომელიც არ ტარდება საპატრულო პოლიციის მიერ, იმიტომ რომ ხდება მათი ასე ვთქვათ მიჩქმალვა მონაწილე პირების ამა თუ იმ მიზეზის გამო, ეს ცალკე თემაა. რამდენი ქონებრივი ზარალია არა მარტო ავტომობილის, არამედ უძრავ ქონებასთან შეჯახების. რამდენი ჯანმრთელობის შემთხვევაა, აი ეს ყველაფერი ასე ვთქვათ საკმაოდ დიდ ციფრებს უკავშირდება და პასუხგაუცემელია. მე ადრეც მithქვამს თქვენ სტუდიაში და კიდევ გავიმეორებ, რომ სავალდებულო დაზღვევები უნდა ორ ძირითად პრინციპს ემყარებოდეს. ერთი ეს უნდა იყოს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის განკუთვნილი და თქვენ კარგად გესმით, რამდენი ავარია და რა თქმა უნდა ეს სოციალური ტიპის არის და მეორე ეს ზიანი უნდა იყოს მნიშვნელოვანი დაზარალებულისთვისაც და გადასახდელაცაც საკმაოდ დიდი. კანონ პროექტში მითითებულია გარკვეული ლიმიტები ამ დაზღვევის დასაფარავად, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ალბათ, როდესაც საკომიტეტო მოსმენები დაიწყება აღნიშნული საკითხიც დეპუტატების მიერ დადგება დღის წესრიგში, როგორი იყოს ეს ლიმიტი, იმიტომ რომ ჩვენ დამწყები ქვეყანა ვართ ამ მიმართულებით. ჩვენი მეზობლების პრაქტიკა გავითვალისწინოთ, ევროპული პრაქტიკა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ზოგიერთ ქვეყანაში ამ ტიპის დაზღვევას საერთოდ ლიმიტი არ აქვს. მაგალითად იქნება შეერთებული შტატები თუ ძალიან ასე ვთქვათ განვითარებული ევროპის ნაწილი. და ცნობილია შემთხვევები, როცა ასეულობით მილიონი ყოფილა ერთი შემთხვევის ზარალი. ძალიან ბევრი კითხვა ისმის და ადამიანების ცნობიერებაზე ძალიან ბევრია სამუშაო. მე დავასწრებ თქვენ კითხვას და ვიტყვი, რომ როდესაც დაიგეგმება ხოლმე უკვე კონკრეტული თარიღი, როგორ დავიწყოთ და როგორი ნაბიჯებით, თვითონ სადაზღვევო კომპანიები ძალიან აქტიურად გეგმავენ ხოლმე PR კამპანიას, რომ თითოეულ ადამიანამდე მიტანილი იქნეს ის ხეირი გადამხდელამდე, რომ ვთქვათ ზოგიერთების გამონათქვამი, რომ ეს არის დამატებითი გადასახადი, ეს მიუწვდომელი იქნება და ამავდროულად და ამავდროულად. არა, მეგობრებო, დემოკრატიის მაღალი ხარისხი სწორედ იმას მეტყველებს, რომ როგორც თქვენ ზიანის დროს, ისე სხვას ზიანის დროს უნდა უპირობოთ დაუდგეს ანაზღაურების ფაქტი
მათ შორის ავტომობილის ზიანის დროს და ეს ხარჯები უნდა გადავინაწილოთ თითოეულმა ავტომფლობელმა. კი ბატონო. აქ შემოწეხათ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა. მათ შორის ერთ-ერთი. ის რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად არის მისაღები და ჩემი გადმოსახედიდან აქამდეც უნდა მიგვეღო ეს ერთი ნაწილია, მაგრამ რეალურად ამ გადაწყვეტილების მიღებით რისი მოგვარება არის რეალურად შესაძლებელი? მთავრობა ამ გადაწყვეტილებას პირობითად და თუნდაც კანონმდებელი რას უდებს საფუძვლად? ეს არის თავად სადაზღვო ინდუსტრიის განვითარების ახალ ეტაპზე აყვანა, რომლისთვისაც ეს იქნება აბსოლუტურად სხვა მასშტაბის რეალურად მხარდაჭერა ამ ბაზრის განვითარებისთვის, თუ რეალურად იმდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა და იმდენად მნიშვნელოვნად არის საქართველოს მოქალაქეები ამ ნაწილში ერთი მხარეს და მეორეს დაზარალებული, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ რჩება კანონმდებელს, იმიტომ რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გადავადების მთავარი არგუმენტი იყო სოციალური ფაქტორი, ხო? ეხლა რით აიხსნება ამ გადაწყვეტილებამ? აი, სწორედ სოციალური სამართლიანობაა პირველი მიზეზი, ჩემი აზრით და ყველა ქვეყანაში ასე იყო. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს ბჭყალებში ჩავხედოთ თვალებში იმ ადამიანებს, რომელიც წლების განმავლობაში სასამართლო გზით ცდილობენ მიიღონ გარკვეული კომპენსაცია, რომელიც სწორედ მიყენებული აქვს. რამდენად ბევრია ასეთი ადამიანი? იცით რა, ამის სიკვლევები, ასე ვთქვათ, და შეხედულებები ამაზე არსებობს, ამაზეც იმსჯელებს პარლამენტი, თუმცა მე შემიძლია პრაქტიკით გითხრათ, რომ ევროპაში არ არის არც ერთი ქვეყანა და მსოფლიო წამყვანი ქვეყნებიდან არ არის არც ერთი, რომელსაც ეს კანონი ზოგს 50 წლის წინათ, ზოგს 10 წლის წინ ასეთ რეინჯში არ ქონდეს მიღებული. და კიდევ მეორე, მაგალითად გერმანიაში ადამიანი, რომელიც არ აზღვევს ასეთ მანქანას, მისთვის სანქცია გათვალისწინებულია ხელფასის დარი, ასე ვთქვათ, ანუ მაღალ ხელფასიანს მაღალი და დაბალ ხელფასიანს დაბალი ჯარიმა და თუ გაიმეორა, შესაძლებელია 1 წლამდე ციხეც ემუქრებოდეს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ავტომობილის სიჩქარეები საკმაოდ მაღალია, მათი მიყენებული ზიანიც მაღალია და შესაბამისად შეიძლება ადამიანი ვერ გააცოცხლო, მაგრამ კომპენსაციური თანადგომა, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. და თქვენ სწორედ ბრძანეთ, ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, როცა დაუდგენელია ან დაუზღვეველია მანქანა და არც ერთი კერძო დაზღვევა თუ ეს სავალდებულო არ არის. არ ითვალისწინებს ასეთი ტიპის მიდგომას, ეგრეთ წოდებული no fault-ი, ანუ არსებობს თუ არა დამნაშავის ნაწილში გადახდას. და ეს პრაქტიკულად მე ესე ვიტყოდი, რომ რამდენიმე 1000 ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თანხების მიღებას, მათ შორის ჯანმრთელობის გამოსწორებასთან დაკავშირებულ და სხვა ტიპის კომპენსაციებთან დაკავშირებულს და რამდენიმე ტიპის ადამიანთან უბრალოდ ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯს უკავშირდება. მეორე, რაც ამის ძირითადი გამომწვევი მიზეზია, დიახ, თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ეს სავალდებულო დაზღვევა იწვევს ხოლმე გარკვეულ ბუსტს, ეს ჟარგონი რო ვიხმარო, სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, იმიტომ რომ თითეული ავტომფლობელის ოჯახში შედის დაზღვევა. დღეს თქვენ იცით, რომ 7-8% ავტოკასკოს დაზღვევა ვერ გადაშორდა, ესეც ბევრი მიზეზებითაა გამოწვეული. თან შეგახსენებთ იმას, რომ რატომ არის პირველი უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენი ავტომობილების 90% არის 10 წელიწადზე მეტი, სახელმწიფო ებრძვის მათ ტექნიკურ მდგომარეობას, რომ ასე ვთქვათ, საბაჟო გადასახადით, ტექდათვალიერებით და ეხლა ესე შემოვიდა, რომ ეს არის საჯარიმო სანქციებით ნასვამობაზე და ასე შემდეგ დარღვევებზე და ეხლა ეს არის კომპენსაციური ჩარევა სახელმწიფოს. ეხლა თქვენ ახსენეთ კარგი ნაწილი 7%. მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვო კომპანიების უდიდესი უმრავლესობა, რაც ბაზარზე მუშაობს, დღე არ გავა, რომ დავუშვათ არ გქონდეთ კომუნიკაცია მოქალაქეებთან, ყოველ შემთხვევაში ნაწილთან მაინც, მათ შორის მე ვარ ერთ-ერთი, რომელსაც პრაქტიკულად დღე გამოშვებით მაინც რომელიმე სადაზღვო კომპანია სთავაზობს ავტომობილთა ავტომობილის დაზღვევას. თვითონ სადაზღვო კომპანია, მაგრამ რამდენად ბევრია აი ამ რამდენად ვერ გააცნობიერა დაუშვათ საზოგადოებამ ამ თემის მნიშვნელობა, თუ სადაზღვო კომპანიებმა მთელი ამ წლების განმავლობაში სათანადოდ ვერ ჩაატარეს კამპანია, რომ არასავალდებულო ფორმით, მაგრამ ავტომობილთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მაინც როგორც პროდუქტი შეეთავაზებინათ და გაეყიდათ სათანადოდ. აი მე წეგან ვახსენე, რომ ეს კონკრეტული ზარალები ყველა ავტომობილმა უნდა გადავინაწილოთ. სხვა შემთხვევაში შეღწევადობის მაჩვენებელი თუ ნაკლებია, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიწევს მეტის გადახდა. აი მაგალითად, დღეს კასკოში ძალიან უხეშად რო დავყოთ, 1/3 შემთხვევებისა ეს არის სხვა ავტომობილის მიყენებული ზიანი ჩვენ დაზღვეულზე. შესაბამისად, ეს ნაწილი მთლიანად სავალდებულო დაზღვევის ხდება და უფრო კასკოც უფრო
არ გამოურიცხაო რომ გახდეს უფრო ხელმისაწვდომი კასკოს მფლობელსა მოსურნეთათვის მოსურნეთათვის და გავრცელება მიიღოს გაცილებით უფრო მეტი, იმიტომ რომ სანდოობა სადაზღვევო კომპანიებისა და მისაწვდომობა მხოლოდ სავალდებულო მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების გამო ამ ნაწილშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. და კიდევ ერთი ბოდიში რომ ეს დაზღვევა მისი დარეგულირების გაწერილი სახელმწიფოს მიერ კანონქვემდებარედ გაწერილი რეგულაციებით ანაზღაურება იქნება დამოკიდებული ბჭყალებში არა სადაზღვევო კომპანიაზე, აი სანდოობის ნაწილზე, არამედ კანონზე. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. თვითონ ეს უნდობლობა ის რომ მაინც არ არის დიდი პროცენტი დაზღვეული ავტომობილების ეს ხომ არ არის განპირობებული სწორედ იმით რომ სადაზღვევო კომპანიები არ არიან აქტიურები და რეალურად არ ანაზღაურებენ იმ ზარალის ანაზღაურების ნაწილში როგორი მაჩვენებლები გვაქვს რომ აყურებლისთვის თვალსაჩინო იყოს რაზე ვსაუბრობთ და რამდენად მზად არიან თავად სადაზღვევო კომპანიები რომ გასაგებია რომ იმას კანონი დაარეგულირებს თუმცა თვითონ ეხლა რა მომსახურებასაც თავაზობენ ამ მიმართულებით ისეთი ნაბიჯები გადადგა რომ ნდობა კიდევ უფრო მეტი იყოს სადაზღვევო კომპანიების მიერ. ძალიან კარგი კითხვაა. მე ვიტყვი იმას რომ აი ამ კანონის მომზადებიდან რომელიც ჩვენ 2014 წლიდან აქტიურად დავიწყეთ და მაშინვე იყვნენ ჩართულები უცხოელი ექსპერტებიც ძალიან ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მზაობაში. აქტივობას რაც შეეხება თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ დღეში 3 ადამიანი მირეკავს კასკო დაასრულოს. ხო, მაგრამ მე მგონია რომ მან კონკრეტულად ბაზა აქვს რომელსაც ურეკავენ და არა ზოგადად მოცვას. პოტენციური კლიენტზე საუბარი და არა მოცვას მთლიანობაში. 7%-ია მოცვა იქ ფასის და პირობების შემოთავაზება ბჭყალებში ფრთებს ვერ გაშლის, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ ასე ვთქვათ განთესვით, ანუ მცირე ნაწილის სურვილი. ხო, მაგრამ მაგას ვამბობ 7 და 8% როა იქნებ სადაზღვევო კომპანიების პრობლემაც არის ამ ნაწილში რომ ვერ დამარწმუნდეს მე მოქალაქე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცით რა, ღარიბი ქვეყნებისთვის ასეთი ტიპის დაზღვევა ხანდახან უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, იმიტომ რომ ღარიბ ქვეყანაში კერძო დაზღვევის რეალიზება გაცილებით ძნელია. მაგრამ მე მეცაც გეტყვით რომ როდესაც ესე ვთქვათ გასაშუალოებული დაზღვევის ხეირს მთელი მოსახლეობა ნახავს, ეს არის ზუსტად ის ბუსტი, აი ეს სარწმუნოება და ცნობადობა ამ ყველაფრისა. რომ ასე ვთქვათ, იმ ადამიანმა, ვისაც 20 წლის მანქანა ყავს, 10 წლის მანქანა ყავს თუ 1 დღის მანქანა ყავს, ყველა ერთნაირად რწმუნდება სადაზღვევო მხარდაჭერაში და იმ მინიმალურ მიზერულ ფასად, რომელიც ჩვენ გადანაწილებას ამ პრემიაში არის მიზერული ეს თანხა დღეს რასაც იხდის ავტომობილი. როგორ ითვლება პრემია, ხო? ესე იგი პოტენციური ზარალი დაითვლება. ანუ ჩვენი შემოსავლების ჩვენაი ტიპის ქვეყნის შემოსავლების გათვალისწინებით არის კი მიზერული. აი უყურეთ კიდევ მეორე, დადგინდება ლიმიტი ერთ შემთხვევაზე. დაითვლება პოტენციური ზარალი წლის განმავლობაში გაიყოფა აქტიური მანქანების რაოდენობაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რეგისტრირებული მანქანების რაღაცა ნაწილი არ დადის ქუჩაში და უნდა აქტიურ ნაწილმა იყინოს პოლიცია, იმიტომ რომ იმას ვერასოდეს ვერ შესთავაზებ, იმიტომ რომ ვერც გამოიჭერო და აჯარიმო, ხო, ის მყდარია სადღაც დევს ის მანქანა. ხო და შესაბამისად ეს არის ყველაზე ხელმისაწვდომი, ყველაზე ფართე და ყველაზე სამართლიანი პრინციპი, რაც დღესდღეობით კაცობრიობას მოუგონია ამ მიმართულებით. ასე რომ ამისი, ასე ვთქვათ, ალტერნატივა არ არსებობს. არ არსებობს ასევე იმ ანაზღაურების სიჩქარის ალტერნატივა ყოველგვარი სასამართლოს და გარჩევების გარეშე, რაც დაზღვევებში ხდება ხოლმე. და კიდევ ერთი, კასკოს ნაწილზე მინდა დავამატო, რომ თუ ჩაიხედავთ თქვენ და მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ამაზე დეტალურად გესაუბროთ, რომ ზარალიანობა კასკოში ჩვენ სადაზღვევო კომპანიებს აქ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ანუ დიდ მოგებას ვერ წერენ. ესე იგი, ის რაც ყველაზე გავრცელებულია დღევანდელი სადაზღვევო ინდუსტრიაში, ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევა და მარჟა ძალიან მცირეა და ზოგიერთი აგებს, ზარალი აქვს. კასკო რაც ყველაზე გავრცელებულია, ძალიან მაღალ ზარალიანად ზოგიერთი კომპანია ამ ყველაფერში მინუს წერს. იქნებ მათი არასათანადომე და არასწორი მენეჯმენტის ბრალია. კიდევ უფრო უნდა გააძვიროს? არა, არასწორი მენეჯმენტი გაძვირება სულად არ ნიშნავს, არასწორი მენეჯმენტი, ანუ სწორ მენეჯმენტს გაძვირებამ შეიძლება სულ არ მოუტანოს კონკრეტული შედეგი. ამას იმის გათვალისწინებით ვკითხულობ, რომ რეალურად თითოეული ჩვენგანი სადაზღვევო პაკეტში გასაგებია რომ მათ შეიძლება არ არის ძვირი, მაგრამ სულაც არ ვიხდით ცოტას. ამ საკითხის გამომდინარე ვკითხულობ, რომ მაშინ იქნებ თავად სადაზღვევო კომპანია, მესმის რომ ძალიან ბევრს გეკაბათებით, მაგრამ იქნებ სწორედ სადაზღვევო კომპანიების პასუხისმგებლობა უფრო არის ამ ნაწილში, ვიდრე დავუშვათ მოქალაქე და ცნობიერების პრობლემა იყოს, მაგრამ მე ვერ დავარქვევ ამას მნიშვნელოვან, ეს შეიძლება მცირე წილი იყოს ადამიანური სიზარმაცის ნაწილი, მაგრამ კიდე გეუბნებით ეს იმდენად მცირეა, რომ აი მაგალითად რა არის ბევრი და ცოტა. თუ შევხედავთ მაგალითად შვეიცარიას, თითეული ადამიანის შემოსავლის დაახლოებით 35% მიდის დაზღვევაში.
იქ რა თქმა უნდა ყველა შუშა დაზღვეულია, როგორც ესე ფთიანი ფრაზა არსებობს. ჩვენთან ასე არ არის ჯერ ამოვსებულია სადაზღვევო მოთხოვნილებები, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ანაზღაურების მაღალი დონე, რასაც ვხედავთ ციფრებში, ის ინსტიტუციები, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიამ და დაზღვევის რეგულატორმა შექმნა ერთი მხრივ გარანტიების და მეორე მხრივ სადაზღვევო განხილვების სიმარტივის იქნება ეს ომბუდსმენი თუ ასე ვთქვათ სასამართლო თუ პატრულის ჩართულობა თუ ექსპერტების ჩართულობა დიდი ხანია არსებობს და მზაობა ამ კუთხითაც არის მე არა მარტო საკანონმდებლო მზაობაზე მოგახსენებდით ამიტომ და ფინანსურად გაცილებით უფრო დიდია დღეს სადაზღვევო ინდუსტრია თუ იყო მაგალითად 10 წლის წინათ და ყველაზე კარგი პერიოდი რა თქმა უნდა, როდესაც ეს შეიძლება დაიწყოს, ჩემი აზრითაც არის სწორედაც დღეს. უბრალოდ ამ საკითხს ასე ვთქვათ, სწორი გაგრძელება ჭირდება, როგორც არის დაწყებული ნელა გეთანხმებით, მაგრამ მიდის წინ და იმედი მაქვს, რომ ასევე წარმატებით მივა ბოლომდე და პირველივე წელს ადამიანები დაინახავენ ამ დაზღვევის ძალიან დიდ ხეს. გაცილებით უფრო მეტს ვიდრე დაინახეს უცხოელ ნომრებიანი მანქანების დაზღვევის ან კასკოს ნაწილში, იმიტომ რომ ეს შეეხება მინიმუმ მილიონზე მეტ ავტომობილს და თეორიულად მთელ მოსახლეობას თავისი ქონებით, რომელიც რისკის ქვეშ არის ამ მანქანების მოძრაობის გამო. კი ბატონო, ეს დაზღვევა დავუშვათ ერთი ადამიანი თუ ფლობს რამდენიმე მანქანას, ანუ რამდენიმე მანქანაზე ხდება დავუშვათ ამ გადასახადს გადახდა. კარგი კითხვაა ესეც, ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და საპრემიო დათვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად წინწასწულ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს ბონუსის და მალოსის სისტემა, რომელიც იაფთება თუ შენ ხარ კარგი მძღოლი და ძვირდება ცუდი მძღოლი. რამდენიმე მანქანაზეც არის ხოლმე შეღავათები, მაგრამ ჩვენ ჯერ დავიწყებთ ესე ვთქვათ მარტივი პრინციპით და შემდგომ როცა დაგროვდება ეს ინფორმაცია, შესაძლებელია ბონუს-მალუსზე გადასვლა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ამ თემას ბუნებრივია, როცა დაიწყება განხილვები, ბიზნეს პარტნიორი ძალიან აქტიურად და დეტალურად გააშუქებს. ლაშა ნიკოლაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.